ის რომ ინაგურაციაზე არ არის მიწვეული ქართული ოცნება, ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული სამყარო ამერიკის ფლაგმანობით არ აღიარებს ლეგიტიმურად ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის მის ნაცვლად იქ წარმოდგენილი არის საქართველოს პრეზიდენტი, არის გიორგი ვაშაძე, არიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვამბობ, აღიარება და მხარდაჭერა არ აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. რაც შეეხება ინაგურაციას და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, ტრამპი აპირებს ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას, როგორც ჩანს თავის გუნდის განცხადებებიდან და მისი განცხადებებიდან. ეს აქტიურობა იქნება კავკასიაშიც და არავინ არ მოითხოვოს თავი და არ თქვას, რომ თუ ამერიკა, თქვათ, რეგიონში შემცირდება ამერიკული გავლენა, ან ამერიკა გავა კავკასიიდან, საქართველოსთვის კარგი პირობები იქნება, საქართველოს უფრო დაცული იქნება, თავისუფლება უფრო გარანტირებული იქნება. პირიქით იქნება, მეგობრებო, პირიქით მოხდება, ამერიკა არ გავა აქედან, ამერიკა ამბობს, რომ სადაც ჩინეთის და რუსეთის ინტერესი იკვეთება, ყველგანში დაუპირისპირდება მათ და მათ შორის მე დარწმუნებული ვარ, რაც საქართველოს დათმობას არ აპირებს ჩინური და რუსული გავლენისთვის. ამიტომ ფუჭია მოლოდინი თითქოს ქართული ოცნება რასაც ხვიდა, რომ ტრამპი მოვა და დავლაგდებით ვერ დალაგდებიან, იმიტომ რომ მათ რუსეთის და ჩინეთის ინტერესი ისინი არიან რუსეთის ინტერესების გამტარებელი. მოსვლოდებით ადმინისტრაციას საქართველოში ეგას გააკეთებს. კი ბატონო, თავარი არის რომ გეოპოლიტიკური გარიგება არ მოხდეს და საქართველოს გავლენის სფეროთ არ დაუთმონ რუსეთს და ჩინეთს. აი ამაზეა ლაპარაკი და მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა ნეიტრალურ საქართველოს, ჭრელ საქართველოს, ყვითელ საქართველოს, ლურჯ საქართველოს, ქოცის საქართველოს უნდა რომ აქ იყოს რუსული გავლენა, ეს არ მოხდება, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არ უნდა ქართულ ხალხს და მეორე ეს არ არის სამართლიანი და არც უნდა ცივილიზებული მსოფლიოს. ხო? არა, პრეზიდენტმა შეიწყალა 613 პატიმრი, როგორ შეაფასებთ? ნუ მე ჰუმანისტი ადამიანი ვარ და ზოგადად კარგია როცა ადამიანი ის რესოციალიზაცია ხდება, შეწყალება ხდება, მაგრამ ლამის პატიმრების 10% შეიწყალეს. ჩვენ გქონდა ინფორმაცია, რომ არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ ეს დაპირება გასცა და მე მგონი ეს დაპირება მოვიდა სისრულეში. ჩემი შეფასება არის, რომ ყაველაშვილი დაჯდა და 610 კაცის საქმე შეისწავლა და თავი არა უწევია ზევით და ამ ხალხის რესოციალიზაციაზე ზრუნავს, მე ამის ილუზია არ მაქვს. ეს არის ალბათ წინა საარჩევნო კოცური დაპირების შესრულება. ანდრო ჭიჭინაძე რომ რუსულ ფილმში მონაწილეობს, აი ამას როგორ შეაფასებთ? თავ ანდრო ჭიჭინაძე რუსულ ფილმში არა მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი ანდრო ჭიჭინაძე. მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის იაფასიანი პროპაგანდა აქვს. ფილმში კი არა, რეალურ ცხოვრებაში მონაწილეობენ, რეალური როლები აქვს ქართულ ოცნებაში. იმაზე არა გაქვს კითხვა და ვიღაცა რაღაც ფილმში მონაწილეობს, სულ არ მაინტერესებს.